Am წუთებში მაცნობეს, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგაში ოცნების კოორდინატორის 9 თვის ბავშვი გაიტაცეს. პირდაპირ ეთერში სატელეფონო ხაზია გურჯაანის ქართული ოცნების გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი. ალბათ მანანა, მოგესალმებით. რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით და თუ მიმართეთ სამართალდამცავებს? მე ეხლა მოვედი ამ შემთხვევის ადგილზე, ეს არის ჩვენი კოორდინატორის ოჯახი. სადაც მისი დეიდაშვილი იყო სტუმრად, მოტაცებულია 9 თვის ბავშვი. ერაქტები ხორციელდება, ეს არის მამაჩემის სოფელი კოლაგი. ამავე სოფელში გუშინ თქვენ იცით რაც მოხდა. დღეს მოწამლეს ტბა, სადაც თევზები ყავს იმ ოჯახის პატრონს, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდი და აი ეხლა გაიტაცეს 9 თვის ბავშვი. და თუ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს? ქუჩაში შეკრებილია მთელი სოფელი და გადაკეთეს გზა და არ ვიცი რაღაცა უბედურება ხდება ჩვენ თავს სამართალდამცავები აქ არიან. რას უკავშირებთ ამ ყველაფერს თუ შეგიძლიათ როდეს? რას უნდა დაუკავშირო ჩემო თორნიკე? მე მგონი ხალხი გამხეთდა უკვე. არჩევნების ჩაშლის მცდელობაა ეს. ყველაფერს აკეთებენ რომ არჩევნები ჩაიშალოს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მანანა. Am თემით პირდაპირ ეთერში მოგვიანებით უკვე ჩემი კოლეგა ჩაგვერთვება გურჯაანიდან პირდაპირ ეთერში და ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით.